როგორც თქვენთვის ცნობილია, ბორჯომში ყოველწლიურად ტარდება ფესტივალი ბორჯომი და შესაბამისად წელი. წელს იყო მე-10 საიუბილეო ფესტივალი ბორჯომი 2021. გარდა ამისა, ჩვენი ორგანიზაცია ატარებს კონკურსებს, როგორც საქართველოში, ასევე ვისფარგლებს გარეთ. ერთ-ერთი ესეთი კონკურსი გახლავთ World Harmony, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება. წელს ჩატარდა ბორჯომში პირველად მეოთხე საერთაშორისო კონკურსი World Harmony ახალგაზრდა მუსიკოს შემსრულებელთა. განსხვავებული ფორმატით, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენ მიჩვეული ვართ, რომ როდესაც საბავშვო კონკურსები ტარდება, ეს კონკურსები ძირითადად არის ან ერთტურიანი, ან ორტურიანი. წელს ბორჯომში ჩატარდა სამტურიანი კონკურსი, მე როგორც ვიცი, ჩემი ცნობით ეს კონკურსი არის პირველი, რომელიც სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ჩატარდა. მაგრამ მესამე კონკურსი, რომელიც აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში ჩატარდა, ეს გახდა ზუსტად სამტურიანი კონკურსი და ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ საქართველოშიც ჩაგვეტარებინა. და მადლობა მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადაუხადოთ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, პირადად ქალბატონ თია წულუკიანს, მისი გვერდით დგომით და დახმარებით ჩვენ შევძელით ასეთი გრანდიოზული ღონისძიების ჩატარება. აგრეთვე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ბორჯომის მუნიციპალიტეტს, ბორჯომის მერს ბატონ დავით ზაალიშვილს და კულტურის განყოფილების უფროსს ქალბატონ მარინა ხუჯაძეს, რომელიც ახლა ჩვენთან ერთად იმყოფება. მე როგორც ვიცი, ასეთი ღონისძიება ბორჯომში არ ჩატარებულა და პირველი მეცხვევი ვარ ჩვენ. დღეს გახდათ აი ამ კონკურსის დახურვა, სამტურიანი კონკურსის გუშინ ჩატარდა მესამე ტური და გამოვლინდნენ წარჩინებული მონაწილეები. ამ კონკურსში ღებულობდნენ მონაწილეობას აზერბაიჯანიდან, კონკურსანტები ლიტვიდან, ირანიდან გახდნენ, ასევე საქართველოდან, რა თქმა უნდა, და ყაზახეთიდან. წლევანდელი შემადგენლობა გახდა ცოტა მწირი, იმიტომ რომ მიუხედავად ამ პანდემიისა, მაინც შეძლეს მათ ჩამოსვლა. რუსეთიდან აპირებდა საკმაოდ დიდი მოზრდილი ჯგუფი ჩამოსვლას, მაგრამ საზღვარზე შეექმნათ პირობები, ვერ ჩამოვიდნენ, პრობლემები და ვერ ჩამოვიდნენ. ძალიან გული დაწვა, მათაც ძალიან გული დაწვა, მაგრამ მომავალში ვიმედობენ, რომ ეს ყველაფერი გამოსწორდება და ისევ ჩვეულ რიტმში ჩავხდებით. რა შეიძლება კიდე ითქვას? დღეს გახდა ზუსტად ჩაიკოვსკის პროექტი, ასე დავარქვით ჩვენ. ჩვენ 5 წლის წინ ჩვენ გავაკეთეთ ჩაიკოვსკის წელიწადის დრონი. გავაორკესტრეთ, თქვენ მოგეხსენებათ, რომ ეს გახლავთ საფორტეპიანო პიესების ციკლი 12-ვე თვე და ჩვენ გავაორკესტრებინეთ ქალბატონ ეკა ჭაბაშოს, იგი გახლავთ კონსერვატორიის პროფესორი და კომპოზიტორი. წელს გადავწყვიტა, რომ საიუბილეო წელი იყო შარშან ჩაიკოვსკის ისევ და შარშან ვინაიდან ესეთი რთული პირობები იყო, ვერ მოხერხდა, გადმოვიტანეთ წელს და გავაკეთეთ ასევე გავაორკესტრებინეთ საბავშვო ალბომი 24-ვე პიესა. და ეს ზუსტად დღეს შედგა ფესტივალის გახსნაზე ამ ორი ციკლის შესრულება სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. იცით, ეს საბავშვო ალბომი იმით არის საგულისხმო და საინტერესო, რომ აქ ძირითადად პირველ, მეორე, მესამე კლასის ბავშვებს მიეცათ შესაძლებლობა, რომ სიმფონიურ ორკესტრთან მოისინჯათ თავისი ძალები, რომ სამომავლოდ უკვე შეეჭიდონ უფრო რთულ საფორტეპიანო კონცერტებს. მე მინდა ისევ და ისევ ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ყველას, პედაგოგებს, მშობლებს, ბავშვებს და რა თქმა უნდა, ბოლოს მინდა აღვნიშნო თბილისის ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი, მისი დირექტორი ბატონი გიორგი ქორქაძე, რომ არა მისი ძალისხმევა, მისი დახმარება, ალბათ ეს პროექტი ვერ შედგებოდა. და აგრეთვე ამ პროექტში თავისი ლომის წილი მიუძღვის ქართული ფოლკლორისა და კლასიკური მუსიკის განვითარების კავშირი ჰარმონიას. ჩვენ ვეცდებით, რომ მომავალშიც ასევე საინტერესო პროექტები შემოგთავაზოთ. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის და კიდევ ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც კი მონაწილეობა მიიღო ჩვენს მიერ დაგეგმილ პროექტში. მადლობა.